მოგესალმებით, მე ლანა ვარ სიჭინავა. ეს კი გადაცემაა აღმოაჩინე და გააცანი. სწორედ აქ გაიცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც საკმაოდ საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობენ, თუმცა კადრს მიღმა არიან დამალულები. ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარია რეჟისორი ნათია ბალაძე. ის გახლავთ თეატრის დამაარსებელი და ასევე სამხატვრო ხელმძღვანელი ამ თეატრის. თქვენთან საუბარს დავიწყებ უშუალოდ ბავშვობიდან. როგორი ბავშვი იყო ნათია ბალაძე? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, ლანა, და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, მართლაც რომ საინტერესო ბავშვობა მქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ 5 წლიდან ვდგავარ სცენაზე, გავიზარდე ხელოვანების ოჯახში და ასევე ვსწავლობდი სკოლასთან ერთად თეატრალურ სკოლაში. ეს იყო გიგა ლორთქიფანიძის თეატრალური სკოლა, რომელიც გადამზადება იყო მომავალი მსახიობების. ვიყავი ძალიან აქტიური ბავშვი, დავდიოდი სპორტზეც, დავდიოდი ნიჭიერთა აწლეთშიც, მოკლედ რაც იყო შესაძლებლობა, ყველაფერი ვისწავლე და ეს შემდეგ მადლობა ჩემ ოჯახს და ძალიან დიდი მადლობა ჩემ დედას, რომ თითეული რაც მან ჩადო ჩემში, ეს ყველაფერი მე ცხოვრებაში გამომადგა შემდეგ ცხოვრებაში. ანუ მშობლებმა იქონია რაღაც კუთხის ზეგავლენა თქვენი პროფესიის არჩევაში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ოჯახებიდან გამოვდივართ და განათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საშემსრულებლო ხელოვნებას ადამიანის ცხოვრებაში. როგორ გახდი ძლიერი ქალი? ძლიერი ქალი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ალბათ შეიძლება ითქვას მეუნებიან ძლიერი ხარო, მაგრამ რაში გამოიხატება ეს სიძლიერე? თუ კარიერის მხრივ ვიტყვით, იმიტომ რომ ყოველთვის ბავშვობიდანვე მიზანდასახული ვიყავი, ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა, როგორ მინდოდა და არ მეშინოდა წინაღობების. აი, ამ მხრივ შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ ძლიერი ვარ. კი ბატონო. როდის გადაწყვიტეთ უშუალოდ სტუდია ფრთების გაკეთება? მოკლედ ტელეკომპანია ახალის დირექტორი და დამფუძნებელი ქეთი მიქაძე არის ჩემი მეგობარი, ძალიან კარგი ჟურნალისტია, ჩვენ ძალიან ბევრ პროექტებზე ვმუშაობთ, ასევე საქველმოქმედო პროექტებზე და მე ასევე ძალიან დიდი ბექგრაუნდი მაქვს, იმიტომ რომ 22 წლიდან შავგულის თეატრთან არსებულ საბავშვო თეატრს ხელმძღვანელობდი. შემდეგ წლები რომ გავიდა და რეჟისურას დავეუფლე, თეატრის ხელმძღვანელიც კი ვიყავი. და მე და ქეთიმ გადავწყვიტეთ, რომ იმიტომ რომ ჩვენი კუთხე მეგობრებიც ვართ და მოგეხსენებათ, მეგობრობა და საქმიანობა კიდევ ერთად იშვიათობაც არის და როცა გამოდით ადამიანებს, იმიტომ რომ ერთი ანი მიზნები გვაქვს, ერთი მიზანი გვაქვს, რომ მომავალ თაობას ვასწავლოთ, რა არის კარგი და ცუდი, რომ განათლებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ ვიტყვი ადამიანის ცხოვრებაში. თუმცა უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად, რომ დღევანდელი განათლების დონე საკმაოდ დაბალ ლეველზეა შეიძლება ითქვას. მოდით ასეთი რაღაცა ვთქვათ, ძალიან ყურადღებას არ აქცევენ იმდენად, რამდენადაც ჩვენი ბრალიცა, იმიტომ რომ ნახეთ როგორი რაღაცა არის 90-იანი წლების ბავშვი ვარ, მე არაფერი არ იყო, მაგრამ ჩვენ ოჯახებიდან გამოვდივართ ყველაფერი და მაგიტომ თქვი თავში, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს. თუ ის მე ასე მესმის, იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებენ მშობლები იმისთვის, რომ თავიანთი შვილები იყვნენ წარმატებულები, ხო? არ აქვს ამას მნიშვნელობა, რა სფერო იქნება. თამით უმეტეს დღევანდელ დღეს ჩვენ 21 საუკუნეა, გასაგებია გაჯეტებმა, ტექნოლოგიების საუკუნეა, ხო? და ზუსტად ეს მიზანი იყო ჩვენი, რომ ამ თამაშით ჩვენ ბავშვები ჯერ უნდა შევასწავლოთ წიგნებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ადამიანმა როდესაც გადაშლი იმ ფურცელს და ფურცლის სუნს, წიგნის სუნს შეისწავლება აბსოლუტურად სხვა არის. აი ეს არის ჩვენი მიზანი, რომ წიგნიერებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ რა პროფესისაც არ უნდა იყოს, ყოველთვის მეტყველებას იქ რა არის წიგნი. გადაშლი შენ თვითონ ხარ რეჟისორი, ხო? მით უმეტეს ეხლანდელი თაობა ხატავს ძალიან კარგად.
ძალიან კარგი თაობა არის, მაგრამ არ უყვართ წიგნებთან ურთიერთობა. აი ეს არის ზუსტად ჩვენი თვითონ მიზანი. გაძეტებზე არიან კი, რა თქმა დამოკიდებულები. უნდა, და ეს იყო ზუსტად ჩვენი მიზანი, რომ გაგვეკეთებინა ისეთი პროექტები, ისეთი და ვაკეთებთ კიდევაც, რომ ბავშვები იყვნენ ჩართულები და ასე თუ ისე წარმატებით მივდივართ. ამიტომ დავარქვით ფრთები, რომ ყველა ადამიანი არ არსებობს უნიჭო. იმიტომ თვითონ ადამიანი არის შემოქმედი და სწორ ადგილას უნდა მოხვდეს და გზა უნდა გქონდეს, ხო? მას ზუსტად უნდა იცოდეს იმ ადამიანმა რა გზით წავიდეს. ამიტომ ჯერ დავარქვით ტელეთეატრი ფრთები, იმიტომ რომ ამ ტელე სპექტაკლებში გამოვიყენეთ ჩვენ ასევე ეკრანული ტელეს, ასე რომ ვთქვათ, გადაღებები ვქონდა ხოლმე და ამას ვაცოცხლებდით სპექტაკლთან ერთად ბავშვები, სიუჟეტები იყო, დეკორაციების მაგივრად. ეხლა რა სპექტაკლზე მუშაობთ? ეხლა ჩვენ მუშაობთ ძალიან ბევრ სპექტაკლებზე, ანუ ჯერ ტელეთეატრი ფრთები იყო და მერე უკვე ჩვენი თეატრს დავარქვით თეატრი ფრთებზე, იმიტომ რომ აქ მოყვარული რატომ შეიცვალა? იმიტომ შეიცვალა, რომ მოყვარული პროფესიონალიზმი, იმიტომ რომ დიდების უკვე მოთხოვნა რომ წამოვიდა, აქ ეხლა ვიმზადებით ერთ-ერთ ძალიან სერიოზულ სპექტაკლზე, ყველა სპექტაკლი სერიოზულია. პროფესიონალი მსახიობი თამაშობს, პროფესიონალი რეჟისორი მოვიწვიეთ და ასევე ჩვენ გვაქვს ასეთი განაცხადი, რომ დიდები, ანუ პროფესიონალი მსახიობები და 5 წლიდან ბავშვები, რომლებიც მოდიან ჩვენთან, ასაკი განუსაზღვრელი არის, ყველას ვაძლევთ იმის შანსს, იმიტომ რომ ყველას ოცნება ხო, რომ ის ფანტაზია ადამიანმა განახორციელოს თავის, იმიტომ რომ ყველა ადამიანს უნდა მსახიობობა. ხო, რა თქმა უნდა. ასაც არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა და ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოთ რაღაც ყველაფერი თავიდან. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შენ სამყაროს ქმნი, ხო და აუხსნელი ვიღაცას ოცნება აქვს, ან სულიერ დაკეთება რა არის თეატრი ზოგადად, ხო? შენ სულიერ მესიკმაყოფილე. კი, რა თქმა უნდა და როდესაც ესე რა ვთქვათ, სცენის მტვერს ესე რა ვთქვათ, ხშირად გვეუბნებიან, რას ერჩი ნათია ბავშვს? მოწამლე? ანუ აქედან გამომდინარე არის ეს გამოთქმაც, ხო? ანუ სცენის მტვერი. თან მსახიობიც ხართ, ხო, ამავდროულად? მე მოდი ასე დავიწყებ. ჯერ დავამთავრე ლევან წულაძის ჭოლას და გოჩა კაპანაძის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა თეატრებში ვიყავი ძალიან წარმატებული მსახიობი და მე დავამთავრე სანდრო მრევლიშვილის მაგისტრატურა და დოქტორანტურა, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში სამაგისტრო ნამუშევარი იყო ჩემი უცნობი ქალის წერილები და ისე მოეწონა ხო, მინდოდა მეკითხა, რომ აი რომელ სპექტაკლს გამოვარჩევდით ყველაზე ძალიან? ეს ჩემი უკვე პროფესიონალური მანამდეაც დამიდგამს, მაგრამ ეს უკვე ნაბიჯი იყო გადადგმული როგორც პროფესიონალი რეჟისორის და მადლობა ღმერთს რომ გამიმართლა, იმიტომ რომ ურთულესი ნაწარმოებია და ხშირად ამას არ დგამენ რეჟისორები ზოგადად სოფლიოში და გამიმართლა და რეპერტუარში ჩამისვეს მე. და ძალიან კარგად წავიდა ეს სპექტაკლი, მთელი 4 წელი აშლაგებით გადიოდა, ასე რომ ვთქვათ. ძალიან კარგი. მოკლედ მაინტერესებს ასევე რა რჩევებს მისცემდით ახალგაზრდა რეჟისორებს, ვინც აი ამ გზაზე აპირებს რომ დადგეს? იცით რატომღაც აი დღევანდელ მე მადლობა ღმერთს რომ იმ ძველ თაობასთან ბევრი იმიტომ რომ ძალიან კარგი პედაგოგები მყავდნენ ზინა კვერენჩილაძე, რეზო თავარქილაძე, გურამ საღარაძე, თეატრალში დავიბადე, რასაც გავიზარდე და მადლობა ღმერთს რომ მე ასე თუ ისევე დიდი მადლობა დედაჩემს რომ ამ თუმანიშვილთან მქონდა შემხებლობა და რეპეტიციებზე ვესწრებოდი და ანუ მათგან ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე და ეს ცხოვრებაში ძალიან გამომადგა და რეჟისორებს იმას ურჩევდი რომ ძალიან ბევრი შრომა საჭირო ამ პროფესიაში, რომელი პროფესია არ არის, რომ შრომა აჭირდება, მაგრამ ხავს აუცილებლად შრომას. სცენაზე დგომა, როგორც მსახიობი და როგორც რეჟისორმა რაღაცა შექმნას, თავის-თავზე უნდა იმუშაოს ძალიან ბევრი, იმიტომ რომ მე მთელი ჩემი ცხოვრება ბავშვობიდან სულ მუშაობდი, იმიტომ რომ ეს ისეთი პროფესია
სულ ხარ გამოცდის დღესაც აი შევა მთელი შემოქმედებითი 100-150 სპექტაკლი ქონდეს სიტყვაზე დადგმული და იქიდან 2 და 3 იყოს წარმატებული. იმიტომ რომ ეს ცოტა სპეციფიური სფერო არის და ყოველთვის გადიხარ გამოცდებს და ამ გამოცდების არ უნდა შეგეშინდეს, ექსპერიმენტების არ უნდა შეგეშინდეს, თან უნდა აყბე ხმას. იმიტომ რომ თაობები იცვლება, ადამიანებს რა ტკივა, რა ტკივა, ეს უნდა მოვედი დავდგი, გავაკეთე რაღაც, არა, რატო ამბობ ამას, ხო? ძალიან მიყვარს მე ნოდარ დუმბაძე. და ნოდარ დუმბაძეს ხოლმე ზღვაზე რომ მივდივარ, ყოველთვის მე ბებია რიკო და ილარიოს კითხულობ. კი, რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხო, შესაძლებელია რომ აღმოაჩინო აბსოლუტურად სხვა ხედვები. რამდენი სულ იდგმება, ხო, მაგრამ შენ რა გაქვს სათქმელი, ხო? ეს უნდა იცოდეს ზუსტად რეჟისორმა, რომ მაყურებლამდე მივიდეს ეს ყველაფერი, ხო? და ამიტომ შენ თავზე უნდა იმუშაო ძალიან ბევრი ადამიანმა. თუ გინდა რომ ეს პროფესია კარგად დაეუფლო და არ უნდა გეშინოდეს გამოცდების. რა თქმა უნდა, გამოწვევების. რა თქმა უნდა, ეს არის და მეტი არაფერი. რა სამომავლო გეგმები გაქვთ? სამომავლო გეგმები ძალიან ბევრი გვაქვს და ჯერ არ გაგანთოთ, იმიტომ რომ ანუ ვასპოილერებთ საზოგადოებას. იმიტომ რაღაც ცოტათი მაინც რო ჩაგვახედოთ შიდა სამზარეულოში. თუ შიდა სამზარეულოში ჩაგახედეთ, აი რაღაცა მცირედი დეტალი მაინც რო გვიყვეთ. მოკლედ ვემზადებით, ერთი არის დიდების სპექტაკლი, ერთი არის პატარების სპექტაკლი, რომელიც ამბანზე ვაკეთებთ და საინტერესო ის არის, მოდი გაგიმხელთ, რომ მე და ქეთი მაგალითად თქვენ რამდენ ხნიანი თანამშრომლობა გაკავშირებთ? დიდი ხანია. აღარ მახსოვს უკვე წლები, მაგრამ ნახეთ რა ხდება. ანუ მეგობრობის გარეშე თანამშრომლობა ალბათ წარმოუდგენელია, ხო? საერთო აზრები, საერთო ტკივილები, ერთმანეთს უზიარებთ. კი, რა თქმა უნდა და ხაზზე ვართ, ასე რომ ვთქვათ და ძალიან მნიშვნელოვანია. აი ეს რაც სპექტაკლს ახლა ამბანზე ვაკეთებთ, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენი სტუდიის, თეატრის მიზანი არის, რომ აი მაგალითად მე ვარ რეჟისორი და ვაკეთებ რაღაცას, ხო? და ბავშვს აღმოჩნდა ხატვის ნიჭი, აღმოჩნდა მუსიკალური ნიჭი. აი რაღაც მარცვალი ცდებს, მე ვარ რეჟისორი, ეს მინდა არა, ერთობლივად განვიხილავთ ყველაფერს და ასევე ჩვენ გავაკეთეთ პროექტი, აღმოჩენა გავაკეთეთ ბავშვების მხატვრების და მწერლების. და ერთ-ერთმა ბავშვმა, რომელიც 11 თუ 12 წლისაა, აღარ მახსოვს ზუსტად, დაწერა ამბანზე ძალიან კარგი ნაწარმოები. და იმდენად კარგი არის, რომ გეგონებთ, რომ დიდმა ადამიანმა დაწერა. აი ზუსტად ის მიზანია, რომ ბავშვის ნაწერს გააცოცხლებ და წიგნისკენ აი ამ თაობას პატარაობიდან ბაღიდან ეტყვი, რომ კარგია ეს. წიგნი კარგია. წიგნი კარგია ნამდვილად. ნამდვილად. კი. აი ასე თამაშით იმედია გამოგვივა ყველაფერი. ნუ მომავალ თაობას უნდა მოვუწოდოთ, რომ წიგნთან უფრო ახლოს იქონიოთ კონტაქტი და იმეგობრონ. ხო ეგრეა. როგორ უნდა მოვიდეს თქვენთან მომავალი თაობა, რომელსაც სურს რომ იყოს სცენაზე? ანუ ჩვენი თეატრის წევრი რომ კი ბატონო, თქვენი თეატრის წევრი რომ გახდეს. კი ბატონო, ჩვენ ვართ კულტურის სახლი იმედში. აქ არის ჩვენი სახლი. ეს არის აღმაშენებლის 106 ნომერი და ვისაც ექნება სურვილი მოგწონდეს. ჩვენ ამასთან ერთად ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მეტყველებას. კი ბატონო. შეისწავლიან აქ ბავშვები მეტყველებას, საშემსრულებლო ხელოვნებას, კამერასთან მუშაობას, აზროვნებას, ლოგიკურ აზროვნებას, ანუ განათლებაზე ვართ მოტივირებულები. ვიღაცა შეგვიძლია მომდეს ჟურნალისტობა, ხო? დიახ. მან უნდა იცოდეს წერა, რესპონდენტთან როგორ ისაუბროს, ხო? თქვენ უწყობთ ხელს დამწყებს ყველას, ვისაც აქვს. გვყავს უკვე ძალიან წარმატებული პატარა ჟურნალისტები, ჩვენი ამბები. რა საინტერესოა. აუცილებლად ჩვენს მაყურებელსაც გავაცნობთ. კი ბატონო. კი ბატონო.
ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ძალიან დიდი მადლობა. გეტყვით კომპლიმენტსაც, რომ ფანტასტიკურად გამოიყურებით. დიდი მადლობა. თქვენი სილამაზი საიდუმლო და პლუს რო გითხრათ, ქალური ბედნიერება რა არის? ჩემი საიდუმლოება ის არის, რომ მაქვს ბავშვებთან ურთიერთობა, ვარ ყოველთვის ლაღი და მათთან დადებითი ემოციები რა თქმა უნდა, ყოველთვის მათსავით პატარა ვარ. პატარასთან პატარა, დიდთან დიდი. იმიტომ რომ თეატრში ასაკი არ არსებობს, ერთი ოჯახია, ყველანი ვართ 5 წლისები, თუ 5 წლისები და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ. მე პირადად გეტყვით, რომ თქვენ ხართ ჩემი აღმოჩენა. აქედან გამომდინარე იმასაც ვიტყვი საზოგადოებისთვის ცნობილი რომ იყოს, რომ გვაკავშირებს მრავალწლიანი მეგობრობა და მე მაინტერესებს ესეთი ძალიან ესე რომ ვთქვათ თავისი საქმის პროფესიონალი სიხალისით ახსავს პიროვნება არის თუ არა შეყვარებული? კი, ვარ შეყვარებული გამოკითხებით და ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ რეალურად როდესაც შეხედავ ადამიანს, მას თვალებში უკვე ეტყობა ის სიბრჭყვიალე, რაც შეყვარებულ ადამიანს უნდა გააჩნდეს. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და დროის დათმობისთვის. მინდა რომ წარმატებები გისურვო კარიერულ ცხოვრებაში, წინსვლა საკმაოდ და რაც უფრო მეტ გამოწვევას მიიღებ, მით უმეტეს თქვენ სფეროში, უფრო უკეთესია. მადლობა ლანა თქვენ კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. დაგილოცავთ გზას და აქ მოგეჩინოთ ბევრი წარმატებული ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრია საქართველოში. და არ ჩანან და კადრს მიღმა არის. ზოგადად ხელოვან ადამიანებს, არ უყვართ გამოჩენა კადრში. მათ უყვართ თავიანთი საქმე. დღეიდან ჩვენი გადაცემა გავა ორ არხზე. ეს იქნება ახალი და ასევე TV10. გაიხედეთ გვერდზე, იქნებ თქვენთანაც არის ისეთი ადამიანები, რომლებიც კადრს მიღმაა დარჩენილი და აუცილებლად უნდა გავაცნოთ ფართო საზოგადოებას. მე ველოდები თქვენ ზარს და დროებით გემშვიდობებით. გმადლობთ რომ გვიყურებთ.